ახლა კადრში ხედავთ ისტორიული ქორწინების სახლის დემონტაჟის პროცესს, რომელიც მდებარეობს ბარათაშვილზე და ახორციელებს კომპანია Absolut Plus-ი. ადგილობრივებისა და მოქალაქეების ინფორმაციით, მათ არ იციან, როდის დაიწყო სამშენებლო პროცესი და რა უნდა აშენდეს მის ნაცვლად, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ Absolut Plus-ის ერთ წარმომადგენელთან, რომელმაც გითხრა, რომ ეს ქორწინების სახლი წლების განმავლობაში იყო დაზიანებული, მის საძირკველს ჰქონდა პრობლემა, ასევე ბზარები ჰქონდა კედლებს და აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს ამ ქორწინების სახლის დემონტაჟი და ახლის აშენება. როგორც ირკვევა, დაახლოებით 1 თვე არის ეს დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს და 14 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ანუ საბოლოოდ 2027 წლის 31 დეკემბერს უნდა ჩაბარდეს ეს პროექტი და საინტერესოა მოესწრება თუ არა ამ პერიოდში ქორწინების სახლის დემონტაჟი და ახლის აშენება, რადგანაც როგორც ჩვენ ჯერ კადრში ვხედავთ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ სახურავის და ზემოთა ტერიტორია არის მოხსნილი და ქვემოთ ისევ მიმდინარეობს დემონტაჟის პროცესი. აქედან გამომდინარე საინტერესოა ჩაეტევიან თუ არა დათქმულ ვადაში და ჩააბარებენ თუ არა 2027 წელს ქორწინების სახლის პროექტს. რამდენი ხანია დაახლოებით ანგრევენ? ორი კვირა იქნება ალბათ. ეს მშენებლობა რო არის. ქორწინების სახლი იყო, ხო? ეხლა რო ანგრევენ. და რატომ ანგრევენ, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? თავიდან უნდა აშენდეს, ანუ ისევ ქორწინების სახლი უნდა გაკეთდა ეს? როდის დაიწყეთ ეს პროცესი? ეს თითქმის დამაგრებითი სამშენებლო საჭიროები მაგდება და ახალი კინაბეტონში აღება და იგივე ვიზუალი იქნება. მისა დაჭირდა და ამიტომ მიწების შემდეგ გამოიწვია ბზარები, რამაც გამოიწვია შენობის დაჭირდა. დაჭირმა ამიტომ კიანა რეკონსტრუქცია უნდა გაგებდეს და ახალგაზრდაში. ბარათაშვილზე არსებული ქორწინების სახლის მშენებლობის პროცესი 14 თვის განმავლობაში გაგრძელდება და როგორც ჩვენ ბანერზე ვხედავთ, ქორწინების სახლის იერსახე და ფასადი იქნება უცვლელი.